მოგესალმებით, ჩვენ ვართ მეცნიერთა კონგრესის დროში. მე გახლავართ იურისტი ნიკოლოზ მებაღიშვილი და დღეს ჩემი სტუმარია სალონური შეხვედრების სახლის დამფუძნებელი ქალბატონი ნატალი ფინთიხაშვილი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან საჭიროებო საკითხებზე, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში. მოგეხსენებათ, უკანასკნელ პერიოდში დაპირისპირებებს აღარ აქვს ზღვარი. პარტიები დღეს ასრულებენ არა შემრიგებულ, არა საქვეყნო საქმეს, როდესაც პოლიტიკური, ასე ვთქვათ, პროცესები უნდა იყოს ძალიან ჯანსაღი და ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა ირჯებოდეს თითოეული პარტია და პარტიის წევრი. არამედ დღეს ეს ასპარეზი, პოლიტიკური ასპარეზი გადაქცეული არის ერთმანეთის დაპირისპირების, ასე ვთქვათ, არენად. ამიტომ ჩვენ საზოგადოების წევრები აბსოლუტურად ადეკვატურად და აბსოლუტურად იმდენად მიზანშეწონილია დღეს, რომ ჩაერთოს ყველა მოაზროვნე ადამიანი აი პოლიტიკურ პროცესში, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები გადავიდეს უფრო ჯანსაღ სფეროში და ჯანსაღი ატმოსფერო შეიქმნას, რომ ჩვენ თუ ესეთი მდგომარეობა იქნება მუდმივად, როგორც დღეს არის, ვერანაირად ვერ წავართ წინ. ვერც ევროკავშირი სკესწრაფვა ვითომდა და ვერანაირი იდეა ვერ იქნება წარმატებული, თუ ჩვენ არ გამოვნახავთ საერთო აზრს და საერთო მიზნამდე ერთად არ მივდივართ. იმიტომ რომ საქართველო არის პატარა ქვეყანა, საქართველო არის, ასე ვთქვათ, ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ სივრცეში მდებარეობს, მოგეხსენებათ, არის ჭიდილი აქ, ასე ვთქვათ, რუსეთის როგორც უდიდესი ბირთვული სახელმწიფოში, ასევე დასავლეთი როგორც ევროკავშირი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები. ეს არის უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო ქვეყანა და აქ ამ ორ იმპერიას შორის არის დიდი ინტერესები და საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესები მათ ამ დიდი იმპერიების ინტერესებს არ უნდა გადაყვეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს, რომ მოხდეს ჩართვა საზოგადოების ძალიან ცნობილი, ღვაწლმოსილი და დამსახურების მქონე ადამიანებისა, რომლებიც მიიღებენ ამ უმნიშვნელოვანეს დროს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას. საქართველო ეს არის უდიდესი კულტურის ქვეყანა. ეს არის დიდებული სახელმწიფო და მე გავაკეთებ პატარა ისტორიულ ექსკურსს. თუ როგორი სახელმწიფოებრივი გამოცდილება აქვს ჩვენს ქვეყანას, როგორი პოლიტიკური კულტურა აქვს ჩვენს ძვირფას სამშობლოს. მეგობრებო, ისტორიის მამა ჰეროდოტე ამბობდა თავის დროზე, რომ ძველი ეგვიპტური კულტურა არის გაგრძელება კოლხური კულტურისა და ცივილიზაციისა. ან წინარე ეგვიპტური კულტურა არის ქართული კულტურა და კოლხეთი მოგესალმებათ არის უძველესი პირველი, ვთქვათ, სახელმწიფო ჩანასახი და სახელმწიფო საქართველოში. და გაგრძელება მე-11 საუკუნეში ესეთი თბილელი ბერები არსებობდნენ. თბილელი ბერები, რომლებიც ქალაქ სახელმწიფოში, მაშინ თბილისი იყო პრაქტიკულად სახელმწიფო და არაბი ამირები იჯდნენ
ნომინალურ მმართველებად. მაგრამ ხო ის საოცრებაო არაბი ისტორიკოსები წერენ რომ ამირები ვერ მართავდნენ მაშინ თბილისის სახელმწიფოს და ვინ მართავდა აბა? ვინ დასწორეთ ეს 12 თბილელი ბერი. აი დღეს რო 50 და 60 წლის სტაჟი აქვს თვითმმართველობის ინსტიტუტს. აი მე-11 საუკუნეში იყო სწორედ თვითმმართველობის ინსტიტუტი თბილისში. და რომ გავაგრძელოთ ასევე მე-12 საუკუნის თამამების პერიოდი. აი როგორ იმართებოდა თამამების დროს საქართველო. იყო აღმასრულებელი ხელისუფალი თამარ მეფე, იყო დარბაზი და ისინი მართავდნენ ასე. მაგრამ გამოვიდა ფინანსთა მინისტრი, ძალიან ნიჭიერი ადამიანი, იყო თლუასლანი და თქვა რომ ეს მმართველობა მაინც და მაინც ოპტიმალური არ არის და უნდა დავაარსოთ კარავი აი დღევანდელი პარლამენტის რაღაც მსგავსი. ეს არის მე-12 საუკუნეში და ბოლოს გაიტანა უთლუასლანმა ეს პროექტი. და მერე 60 წლის მერე ჩვენ ვნახეთ რომ ინგლისში ჩამოყალიბდა ლორდთა და თემთა პალატა. აი სწორედ და ისინი ამბობენ რომ თამარ მეფის სახელმწიფოსგან გადაიღეს სწორედ ეს მათი პარლამენტი. აი ამ ხელა დიდი პოლიტიკური კულტურის მერი ვარ ჩვენ. აი ესეთი დიდი დემოკრატიული ინსტიტუტები გაგვაჩნდა ისტორიულად ჩვენ. და დღეს, როდესაც ისეთი ერები გვასწავლიან ჭკუას თუ როგორ უნდა მოეწყოს პოლიტიკურად საქართველო. როდესაც მოგეხსენებათ რაოდენ დიდი განსხვავებაა საქართველოს კულტურასა და ზოგადად ეთნოსის სულისკვეთებასა და ევროპულ ხალხებს შორის. როგორ შეიძლება გერმანელის პირობითად თუ ამბობ საბერძნეთის, ჩეხის თუ სლოვაკეთის ხალხის ტრადიციები და იქ ამოსდილი კანონმდებლობა აბსოლუტურად ოპტიმალური იყოს საქართველოში და ქართული ხალხისთვის ეს გამორიცხულია. მაშინ სად არის ჩვენი ტრადიციები? მაშინ სად არის ჩვენი დიდებული წარსული, რომელიცაც ასე ვამაყობთ? ერის გათახსირება მაშინ იწყება, როდესაც ერი ივიწყებს თავის საკუთარ ისტორიას. ეს არის ჩვენი ერის მამის ილია ჭავჭავაძის დიდებული სიტყვები, მეგობრებო. და მანამდე ღმერთის მცნებები გვეუბნება, რომ პატივი ეცი დედასა და მამასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა. აი როცა ჩვენ აი დიდებული ისტორიას ვივიწყებთ, როცა ჩვენ აი ესეთ უდიდეს საგანძურს ვივიწყებთ, რაც არის ჩვენი პოლიტიკური, მე ხას უშვა მომას, პოლიტიკური კულტურა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გვაქვს და შევყურებთ ევროპას, დასავლეთს, თუ როგორ სამოწყალოდ რაღაცას გადმოგვიგდებენ, უკაცრავად ამ სიტყვით, ეს არის ეროვნული ტრაგედია. და დღეს ისო მინდა გადმოვინაცვლო ჩვენ შიდა პოლიტიკურ სიტუაციებზე. და ერთი-ორი სიტყვა ამ საკითხზე ცოტა ვცლად მოგახსენოთ. დღეს სად დაიკარგა ზრდილობა, მეგობრებო? სად დაიკარგა დანდობა ერთმანეთის? თითქოს ყველა ცალ-ცალკე ტაძრებში დავდივართ, სანთლები გვიჭირავს ხელში და მეორე წუთში ჩვენ ვებძვით ჩვენს დედა ეკლესიას, იმ ეკლესიას, რომელიც იყო საუკუნეების განმავლობაში ჩვენი სახელმწიფოს გარანტი, როგორც სიმტკიცის გარანტი, გავიხსენოთ გრიგოლ ხანძთელი მე-10 საუკუნე. გავიხსენოთ ჩვენი დიდებული მეფეები, რომლებიც ქრისტიანობისთვის თავს წირავდნენ. ლუარსაბ მეორე, რომელიც იქ არის დაკლული ქრისტესთვის. მაგრამ აი ესეთი დიდებული წმინდანიც კი იქნა შეყვანილი მაშინდელი გამყიდველი და მოღალატე თავადების მიერ.
შადიმან ბარათაშვილები, ფარსადან ციციშვილები და ქაიხოსრო ჯავახიშვილები დღესაც არიან საქართველოში. და უფრო მეცაც გეტყვით, მეგობრებო, ჩვენში არის ფარსადან ციციშვილი და შადიმან ბარათაშვილი დიდწილად. როდესაც ჩვენ ერთმანეთს ვებრძვით. როდესაც ერთმანეთს არ ვინდობთ. როცა გვინდა რომ ჩვენ პირად კარიერას და პირად ინტერესებს გადავაყოლოთ მთელი საქართველო და მთელი ქვეყანა. ამ ხელა ისტორიის და გამოცდების სამშობლო ჩვენი ღირსეული სამშობლო. და დღეს ეს ღირსება არის დაცემული. აი ახლა გამოაცხადეს 31 მარტს დიდი აქცია რუსთაველზე. კი ბატონო, მეგობრებო, აქცია 90-იან წლებში, 80-იან წლებში, სწორედ აქციებით გახდა ეს ქვეყანა დამოუკიდებელი. ამაში არაფერი კარგის მეტი არ არის, როცა საზოგადოებას უნდა თავისი აზრის დაფიქსირება, გამოხატვა. მაგრამ ეს უნდა მოექცეს ჯანსაღ და კანონიერ ჩარჩოებში, ხო? და თუ ჩვენ გვინდა რომ რაღაცნაირად ახალ რელსებზე გადავიდეთ და ისევ იმ მოჭადოებულ წრეზე არ ვიყოთ, მაშინ რაღაცა სხვა გეგმა და სხვა გზა უნდა დავსახოთ, ხო? სულ მუდმივად, აი ერთი და იგივე სახეები, ერთი და იგივე იდეები. მხოლოდ და მხოლოდ ლანძღვა, მხოლოდ და მხოლოდ ეს რაღაცა მუდმივი სიძულვილის სენის გამოყენება. ხუნა დამთავრდეს და ამ მოჭადოებულ წრიდან ხო, როდესაც უნდა გამოვიდეთ. მეცნიერთა კონგრესი გთავაზობთ ოპტიმალურ გამოსავალს, ყველაზე საუკეთესო გამოსავალს ამ ძიმის სიტუაციიდან. საზოგადოების წევრები აი თერგდალეულებიდან მოყოლებული. მე ვახსენე ჩვენი ქვეყნის უღირსეულესი შვილი ილია ჭავჭავაძე იყოს რა თქმა უნდა საზოგადო მოღვაწე და როცა მიწები, ქართული მიწები საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, რომ საერთოდ დაკარგული იყო და სხვა ეროვნებების ხელში გადასულიყო ქართული, მან ჩამოაყალიბა მოგეხსენებათ საადგილმამულო ბანკი. ეს იყო საზოგადოებრივი ძალიან მნიშვნელოვანი აქტი. როდესაც საქართველოში ძალიან მცირე ადამიანმა იცოდა წერა-კითხვა, დიდმა ილიამ თავის თანამოაზრეებთან ერთად, დიმიტრი ყიფიანთან და სხვებთან ჩამოაყალიბა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. და დღეს საზოგადოების ღირსეული წარმომადგენლები, რომლებიც ჩრდილში არიან და შეყურებენ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსულ გაცვლეთილ სახეებს, რომელსაც დაპირისპირებისა და რაღაცა სიძულვილის მეტი არაფერი არ მიუტანია ამ ქვეყნისთვის, ეს არის დანაშაულის ტოლფასი მათი მხრიდან. და იქნება, ამიტომ არ აღარაპირებს ქართული საზოგადოების ძალიან ძვირფასი წარმომადგენლები გაჩუმებას და ისინი ჩაერთვებიან ძალიან აქტიურად პოლიტიკურ პროცესებში. მეცნიერთა კონგრესის მიზანი სწორედ ეს არის. ჩვენ, აგერ მე ნიკოლოზ მებაღიშვილი, პოეტი, იურისტი და ჩემი მეგობარი, სალონური კლუბის დამფუძნებელი, რომელიც აწყობს ხელოვნების შეხვედრებს, მწერლები, პოეტები, მომღერლები და სხვა ღირსეული წარმომადგენლები ჩვენთვისა ისკრიბავს სალონში და მიმდინარეობს ხოლმე და მიდის ხოლმე იქ საუბარი აი ამ უმნიშვნელოვანეს თემებზე. მაგრამ სალონების დრო ერთი წუთით უნდა გვერდზე გადავდოთ, ეხლა არის აქტიურობის დრო უფრო მეტად, რომ ქვეყანას არათუ სალონში, არამედ თვითონ ქვეყნის სადავეებთან მოვიდეს ადამიანები, ის ადამიანები, რომლებსაც მართლაც ტკივათ სახელმწიფოს ბედი, რომლებაც იციან საქართველოს ისტორია, რომლებაც იციან საქართველოს მისია ზოგადად და ხვდებიან რა არის დღეს გამოსასწორებელი, გასაკეთებელი და საიდუმლო წავიდეს ჩვენი ქვეყანა.
რომ არ აღმოჩნდეს იმ უსულში, რომლიდან ამოსვლა მერე შეიძლება შეუძლებელიც კი იყოს. და მე რას ვიტყვით ჩვენ შვიდებს და ჩვენს მომავალთაობას, რომ სად ვიყავით იმ დროს, როდესაც ქვეყანა იგუბებოდა. და არის ეს პერიოდი, მეგობრებო. მე მინდა ყველას მივმართო. ყველა ჩვენს თანამოქალაქეს. საზღვარგარეთ ყოფ ჩვენს თანამემამულეებს. მეგობრებო, დავირაზმოთ ქართული იდეის გარშემო. მეცნიერთა კონგრესი არის პლატფორმა, არაპოლიტიკური პარტიის ფორმა აქვს მას. ჩვენ თანამდებობებს არ ვეძებთ. ჩვენ არ ვეძებთ, რაც პირადი ინტერესები ჩვენ არ აქვს. ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება დემოკრატიული პარლამენტი იყოს ის პარლამენტი, რომელიც დღეს არის პრაქტიკულად ერთი პარტიის მართლობისა და ასპარეზის ქვეშ. დღეს ხომ შემოთანამემამულე პარლამენტი პრაქტიკულად გაუქმებულია, იმიტომ რომ იქ არანაირად არ არის წარმოუდგენელი ქართული ხალხის წარმომადგენლები. ქართული ოპოზიცია იქ არ არის. გაყალბდა არჩევნები თუ რა მოხდა, ამას მნიშვნელობა ფაქტი რა არის, რომ დღეს ერთი პარტია არის საქართველოს ყველაზე მთავარ პოლიტიკურ ორგანოში. და როგორ შეიძლება იქ სადაც პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, ყველაზე ავტორიტეტულ და ყველაზე ვთქვათ, ფუნდამენტურად მნიშვნელოვან ორგანოში არ იყოს ჯანსაღი პროცესები პარლამენტში და ქვეყანაში ნორმალურად მიმდინარეობდეს განვითარება და ნორმალური ეკონომიკა იყოს აქ, ვითარდებოდეს ვთქვათ, კულტურა, სპორტი და ასე შემდეგ. როგორ ეს შეუძლებელია? თან თუ ესე გაგრძელდება, თანდათან რეგრესი და სტაგნაცია სახეზე იქნება. უფრო მეტად მძიმედ ვიდრე დღეს არის, მეგობრებო. ამიტომ მე ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ საზღვარგარეთ, რომელსაც აწუხებს საქართველოს պետი და უნდა აქ ჩამოსვლა. აქ მოღვაწეობა და თავიანთი დიდი გამოსვლების, დიდი იმ განათლების, რომლებიც მათ მიიღეს უცხო ქვეყანაში, საქართველოსის მოხმარება და ესე იყვნენ ძალიან ჩვენი თანამემამულე, თუნდაც დალეულები არ მიცენებია შემთხვევით. მათ მიიღეს პეტერბურგში განათლება და შემდგომში როგორ მოახმარეს საქართველოს ჩვენ ყველამ კარგად ვიცით. და ამ შემთხვევაში მინდა ერთი-ორი სიტყვა თქვა ასევე ხელოვნებაზე. ხელოვნება, რომელიც საქართველოსთვის იყო ყველაზე დიდი სიმდიდრე, ჩვენ არ აქვს არც ნავთობი, არც გაზი, ვართ პატარა სახელმწიფო, მაგრამ გვაქვს ძალიან დიდი კულტურა. და ჩვენი ხელოვნება არის მსოფლიო მნიშვნელობის და აი ესეთი ერი, რომელსაც აქვს უნიკალური ბუნება თან მსოფლიოში და არის გასაყარზე დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის არის აი ესეთ 30 წელი როგორც მინიმუმ ურთულეს პოლიტიკურ ვითარებაში. როდესაც ჩვენ ვერ გაგვიგვია საითკენ უნდა წავიდეთ, როგორ უნდა წავიდეთ. და სწორედ ეს მეცნიერთა კონგრესი ამას ემსახურება, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს სისტემა, როდესაც გამორიცხული იქნება ხელისუფლების და ძალაუფლების უზურპაცია, როგორც ხშირად ხდებოდა. ჩვენ გვახსოვს 90-იანი წლების დაპირისპირებები, როგორ მხეცურად ჩამოაგდეს და მე მხეცურად იქნა მოკლული ჩვენი სათაყვანებელი ძვირფასი პრეზიდენტი, ზუსტად გამსახურდია, ამის აღხსენება დღეს იქნებოდა პირდაპირ დანაშაული ჩემის მხრიდან და ის სწორედ იქიდან მოგდევს ჩვენ იმ მხეცური და არაადამიანური მოქმედებებიდან და პროცესებიდან
რომ ვეღარ დამშვიდა ქვეყანა და ვერ გვიპოვია ჩვენი ადგილი. ამიტომ ყველამ ვისაც აწუხებს ჩვენ ბედი, ეს იქნება საქართველოს ფარგლებს გარეთ. ეს იქნება საქართველოს ფარგლებს შიგნით. ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ქვეყნის აღშენებლობის პროცესში. მე მინდა ჩემს ძალიან ძვირფას მეგობარს ნატალია პიტიხაშვილს დავუთმო რამდენიმე წუთი. მან ძალიან კარგად იცის ეს პრობლემები, რაც ქვეყანაში არის პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში და თხოვთ ბატონო. მოგესალმებით ნიკოლას, მოგესალმებით მეგობრებო. მე რა თქმა უნდა როგორც რიგითი მოქალაქე ძალიან აღშფოთებული ვარ აი ამ პროცესებით რაც მიმდინარეობს ქვეყანაში. მე როგორც ჩვეულებრივ ადამიანი ძალიან მინდა რომ რაღაც გავაკეთო, რაც ჩემი მხრიდან მნიშვნელოვანი იქნება მოწესრიგდეს ამ ადამიანებს შორის დაპირისპირება, სიძულვილის ენით საუბარი, აი ამ ხელა აგრესიის გამოვლინება, რაც ზოგადად სამეგობროში ხდება, თუნდაც ძალიან ახლო წრეში ხდება. ჩემი დანიშნულება არის და მე ჩემ თავს მოვუწოდებ, რომ რაღაცნაირად შერიგების, მონიგების გზაზე დავაყენო ეს ადამიანები ჩემ სალონში, როდესაც ვიკრიბებით სხვადასხვა განათლების, სხვადასხვა თანამდებობის ადამიანები, ჩვენ ძირითადად ხელოვნების თემასთან დაკავშირებით ვიკრიბებით მეცნიერები, რაღაც ახალი წარმოჩენასთან, ახალის გააზრებასთან დაკავშირებით, მაგრამ გვინდა არ გვინდა ყველაფერი მიდის მაინც საბოლოოდ პოლიტიკასთან, პოლიტიკაზე საუბარზე, აგრესიაზე და რაღაცნაირად საბოლოოდ ყველანი შევჯერდით, რომ ყველამ უნდა გამოვნახოთ ერთმანეთისთვის თბილი სიტყვები და მე განსაკუთრებით დღეს იმიტომ ვაცვარ აქ, რომ ძალიან მომეწონა თვითონ აი ამ ბატონი თემურის და მეცნიერთა კონგრესის ზოგადად მიმართულება. ძალიან მომეწონა რომ იზიარებენ ილია ჭავჭავაძის სიტყვებს და იდეას, ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად. ეს არის მართლა ფანტასტიკური სიტყვები და მართლა ფანტასტიკური მოწოდება და ჩემი მოსაზრება ფაქტიურად გახმოვანდა ამათ დებულებებში და ჩამოყალიბებულ აზრში და მე ვიმეორებ რომ მართლაც გამოსავალი არის მორიგებაში და ერთმანეთის შეუბღალავად გაკეთებულ საქმეში და დამოკიდებულებაში ადამიანების კეთილ დამოკიდებულებაში ერთმანეთთან. ძალიან მიხარია რომ ასეთი საპატიო ადამიანების აზრთა სათათბირო შეიკრიბა ფაქტიურად. ძალიან მიხარია რომ ეს ადამიანები წინ წამოიწევიან და მართლაც ტელევიზიებში არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ საერთოდ უცნაური გამოეფებული ქაოსია, საერთოდ უცნაური ადამიანების და მართლა აზრი ვისაც მოეკითხება და მართლა ჩვენ ვის დაწერილებზეც გავიზარდეთ და ჩამოვყალიბდით პიროვნებებად, ეს ადამიანები დღეს ისევ ჩვენთან არიან, ჩვენ გვერდში არიან, მაგრამ ჩვენს წინ და წინამძღოლებად არ ჩანან და ძალიან სასიამოვნოა თუ ეს საკითხი ძალიან აქტუალური დადგება და წამოიწევა ეს ადამიანები და ჩვენ მას გავუყვებით მათ სწორ აზრს და მათ სწორ მიმართულებას და ფიქრობ რომ ჩემს ლიტერატურულ შეკრებებზეც უკვე რაღაცნაირად ცოტათი გადავიდეთ პოლიტიკურ მიუხედავად იმისა რომ ქონდა ამდენ ხანს კაცრი პროტესტი რომ არ გვესაუბრა პოლიტიკაზე, უკვე ფიქრობ რომ პირიქით სავალდებულოა ვისაუბროთ ამაზე, ყველანი ჩავერთოთ ამაში და ყველამ რაღაც გავაკეთოთ ჩვენი სახელმწიფოსთვის, თუნდაც 1 აგური, თუნდაც 2 და 10 დავდოთ ანუ აუცილებლად ამ მიმართულებით ყველა ადამიანმა დავიწყოთ ფიქრი. ოღონდ ზუსტად ეს ერთმანეთის შეუბღალებლად და დაუმონებლად. დიდი მადლობა. მე გავაგრძელებ აი ამ ძალიან ძვირფას სულისკვეთებას, რომელიც ნატალიამ ეხლა ამ რამდენიმე წუთში ისაუბრა, რომ ხელოვნებას მართლაც ყოველთვის გადამწყვეტ სიტუაციაში ასრულებდა ხოლმე აი ესეთ გადამწყვეტ სიტყვას დებდა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვან სიტყვას ამბობდა. და ჩვენი ის პატრიოტული ლექსები, რომელიც გვაქვს, მხოლოდ ლექსებად არ უნდა დარჩეს და ეს უნდა გადარდეს ზოგადად ცხოვრებაში. მე მინდა ჩემი შემოქმედებიდან ერთ-ერთი ლექსი გაგაცნოთ ძვირფასო ტელემაყურებლებო. ფასანაურზე დაკიდებულ მთოლვარე დილას
როცა არ აქვს სვარდებიან ნის თამადები, როცა ოცნებით ავუქროლებ ნისლიან ფიქალს და სისლივლებში არწივით რომ გავლაღდები, საღამო ღამეს რომ ჩააცნობს იორს ალაზანს, როცა ხოხობი მწყური ხარო შეჰკივლებს მთვარეს, ამაღრებულ გულს სიკვდილისა რომ აღარ ასწამს და რომ დაეძებს სიყვარული თანთებულ თვალებს, გულის პირს როცა დამიკოცნის ჩემი ქსნის ჩქერი, მიმატოვებ ნუ როცა მესმის შენი ვედრება, ცერებზე შემდგარს მუხრანული სიცოცხლის ფერი, როცა თაფლივით ჩამეღვრება, ჩამეღვენთება, მე მაშინ ხვდები, რაც შეასყდა 300 მკერდი, როგორც ზღვის ტალღა მოღვეული სიკვდილის კბოდეს, 9 ძმა, 9 ელვად რისთვის გაკრთა ცხრალამზეში, რადმღერის ქარი სადიდებელს ბებერ დიდგორზე. აი, ხო, სწორედ ასეთი სულისკვეთება არის ყველა ადამიანში გასაჩენი და განსახორციელებელი მე, ხო, მხოლოდ მასე რა არა. მხოლოდ ის რომ ჩვენ აი ესეთი დიდებული ლექსები წეროთ, ეს არ არის დიახ, მართლა. საკმარისი არ იქნება. კი, ხელოვანისთვის მართლა ძალიან კომფორტულია და ძალიან კარგია, როდესაც ქვეყანა არის ნორმალურ კალაპოტში, ნორმალურ რელსებზე, ვითარდება და ის ყველა ხელოვანი თუ შემოქმედი თავის საქმეს აკეთებს. მაგრამ დგება მომენტი, როცა ყველამ უნდა გამოვიღვიძოთ. ყველამ უნდა გვერდზე გადავდოთ, როგორც იტყვიან, კალამი და უნდა ამოუდგეთ ჩვენს ქვეყანას გვერდში. არ უნდა შევატოვოთ ეგრეთ წოდებულ ცნობილ პოლიტიკოსებს ამ ქვეყნის ბედიბალი. და ჩვენ ხელოვნურად არავის არ ვებრძვით. რომ რაღაცა, თქვა, მოვითხოვოთ რომელიმე პოლიტიკური პარტიის გასვლა პოლიტიკური ასპარეზიდან საერთოდ გაქრობა. ეს წარმოუდგენელია და არა, მეც ეს ბუნებრივად მოხდება. ერთი წამით ვიტყვი, ძალიან განსაკუთრებით მივესალმები იმ აზრს, რომ ბატონ მეცნიერთა კონგრესს აქვს ჩამოყალიბებული აზრი, რომ ყველა კადრი, ყველა პარტიიდან, ყველა საზოგადოებიდან, ყველა გაერთიანებიდან საუკეთესო ადამიანები, რომლებიც მართლა სახელმწიფოს ემსახურებიან, გამოვიდნენ წინა პლანზე, ჩაიბარონ რაღაც სტრუქტურა, მიხედონ ბოლომდე ძალიან საინტერესოა. მე პირადად აღმავთოვანა იმან, რომ ამ კონგრესს გააჩნია მოსაზრება, რომ თუნდაც ანაკლია ყველაზე დიდი საქმეებიც კი მხოლოდ ქართული ფულით გაკეთდეს და არ გაკეთდეს შემოტანილი თანხებით და აქვს ძალიან კარგი გეგმა და გასაოცარი გეგმა, როგორ შეიძლება ეს ქართული თანხებით გაკეთდეს და ვისაც დაინტერესებს ალბათ გაეცნობა და ძალიან ბევრი კარგი რაღაც და მე ამიტომაც ძალიან აღფრთოვანებული ვარ ამ საზოგადოების არსებობით და განსაკუთრებით აი ცნობილ ადამიანთა გაერთიანებით და საპატიოთა ეს გაერთს ვიტყვი საპატიო მოქალაქეთა სათათბიროს შეკრებით ესე ვიტყოდი, რომლებსაც მართლა დაეკითხება აზრი და მოეკითხება. მართლა ძალიან მნიშვნელოვანი თემა შეეხე. ეხლა ანაკლიის პორტი რომელიც აი ბოლო წლების განმავლობაში ხშირად აი არა მე არ მეგულება საქართველოს მოქალაქე რომ ამ პროექტის ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით არ გაეგო და არ მოესმინა. ეს არის უმნიშვნელოვანესი მე ვიტყოდი ეპოქალური მნიშვნელობის პროექტი. ეპოქალური მნიშვნელობის ეკონომიკური თვალსაზრისით და არა მარტო. მოგესალმებით პორტებს სხვა დანიშნულებაც ჰქონდათ ძალიან ძვირფასი. კულტურული აზრების გაცვლა გამოსახდებოდა ეგ და მე აღარ მოყვები მის პორტების ზოგადად ძალიან ხორციელ და ღრმა ისტორიას. ჩვენ ვიცით, რომ ანაკლიის პორტზე ჯერ დაიწყო რაღაც თითქოს დასავლური ინვესტიცია უნდა ჩადებულიყო ამ ძალიან მნიშვნელოვან პროექტში და პორტის მშენებლობაში. მერე ჩინეთთან იყო ამაზე მოლაპარაკებები და დღეს რაღაცნაირად თითქოს ამ მიმართულებით იდგმება ნაბიჯები, მაგრამ რატომ რატომ უნდა გადავიდეს ესეთი დიდი სიმდიდრე სხვა ქვეყნის მფლობელობაში, სხვა ქვეყნის მოქალაქეების მფლობელობაში, რატომ? როცა არის ძალიან კაფიო და ძალიან ნათელი გეგმა, რომ თუნდაც ემიგრაციიდან საქართველოს ფარგლებს გარეთ, თუნდაც ქვეყნის შიგნით არიან ადამიანები
10,000, 20,000 ადამიანი მეტი, რომელიც მინიმალურად $1,000 რო დავდოთ ჩვენ, $1,000 საშვილთაშვილოდ და კიდევ გვექნება ჩვენ შემოსავალი. 5 წელში შეიძლება თვეში გქონდეს $2,000 თითოეულ ჩვენთანაც, ვინც ამ ინვესტიციას განახორციელებს და ქართველი ხალხის იყოს ეს პორტი. რატომ უნდა ჩაუგდოთ სხვა ქვეყანას სამხედრო სიმდიდრე, რატომ? აქციების სახით რო შეიძლება ორგანიზება მოვახდინოთ ამ ძალიან მე ვიტყოდი ეკონომიკური მნიშვნელობით, სასიცოცხლო მნიშვნელობანი იდეის და დიდებული იდეის და ყველა ვისაც ამის საშუალება აქვს იყიდოს აქციები, ზოგი ერთ აქციას იყიდის, ზოგს 10 აქცია იქნება, ზოგს არ აქვს მნიშვნელობა. და ეს იქნება ქართველი ხალხის საკუთრება. საოცრება იქნება ნამდვილად და ფანტასტიკური აღარ იქნება და აი ამ ხელა მნიშვნელობა აქვს ერთიანობას. ძალიან თუ ეს მოახერხა საქართველოს საზოგადოება, საქართველოს ღირსეულმა შვილებმა, ეს იქნება უდიდესი გამარჯვება ჩვენს უახლეს ისტორიაში. იმიტომ რომ მოგეხსენება 20 წლის განმავლობაში თუ არ ჩავთვლით 1991 წლის 9 აპრილის ახლა აპრილი ახლოვდება დამოუკიდებლობის აქტი, რომელიც სულ მათმა ზუსტად გამსახურდიან გამოაცხადა, მას მერე საქართველოს პრაქტიკულად არ გაუხარია. და აი სუსტოლე დანაკლის პორტის ქართველი ხალხის ხელში დატოვება და ჩვენ საკუთრებაში გადმოსვლა საშვილიშვილოდ იქნება მართლა ყველაზე დიდი ეროვნული საქმე ამ 30 წლის განმავლობაში, როდესაც მოგეხსენებას 90-იან წლებიდან მოყოლებული რამდენი ეროვნული სიმდიდრე გავიდა ჩვენს მეზობელ თუნდაც თურქეთში და სხვა ქვეყნებში კიდევ. თურქეთი, რომელიც დღეს არის ერთ-ერთი დიდი ეკონომიკა მთელს აღმოსავლეთში და არა მარტო. ის ალუმინები და ის სპილენზი და ის ქარხნები, რომლებიც ჩვენ დავშებეთ და თითქმის 99% უცხო ქვეყნებში გავყიდეთ ჩალის ფასად. დღეს საქართველოს მოხმარდებოდა და ესეთი ღარიბი აღარ იქნებოდა ჩვენი ეკონომიკა. როცა ახალგაზრდა ვერ პოულობს სამსახურს და გარბის უცხო ქვეყანაში. შემოსევა არის ინდოელების, მე არანაირი წინამდებობა არ მაქვს არც ერთი ეროვნების, მაგრამ პირველი არის საქართველოს მოქალაქე. და მათ უნდა შეეწყოთ ხელი ჩვენს ახალგაზრდებს, რომ ყველამ არ დატოვოს ეს ქვეყანა. და რაღაცნაირად კონკურენციაში არიან ეხლა, თუნდაც ეს არის რაღაც კომპანიები, რომლებიც მიტანის სერვისით ოპერირებენ და ძალიან იაფი მუშახელი არის ინდოეთიდან, ბანგლადეშიდან და ეს ქვეყნებიდან შემოსული და ქართველ ახალგაზრდა ბავშვებს მართმევი სამსახურს მოტივაცია უქრებათ იმისთვის, რომ ელემენტარულად გააგრძელონ აქ მუშაობა და ოცნებობენ და მიდიან კიდევაც ყოველ წლიურად 100,000-ობით ადამიანი, 100,000-ობით არ ვაჭარბებ ამ სიტყვას. ტოვებს ამ ქვეყანას და მედის იქ და მოსამსახურედ მუშაობს, ემიგრანტი ხდება. ეს ხო ტრაგედიაა. საქართველო, რომელიც არის ღვთაებრივი ქვეყანა, გამორიცხულია, რომ აქედან წასული ადამიანი, საქართველოს შვილი, რაც არ უნდა ეკონომიკურად იქ მოეწყოს, რაც არ უნდა დიდი კარიერა გაიკეთოს, სხვა ქვეყანაში ქართველი ვერასოდეს ვერ იქნება ბედნიერი. ის ყოველთვის იქნება გულნაკრული. და საქართველოსაც დააკრდება, საქართველოსაც კი არა, პირველ რიგში საქართველოს დააკრდება ეს 1000-ობით ჩვენი შვილი, რომლებსაც უნდა აეშენებინათ და უნდა ააშენონ ჩვენი სახელმწიფო. გავიხსენოთ ფილმი „ფესვები“, მეგობრებო. როდესაც ჩვენი ემიგრაცია 1921 წელს, რომელიც წავიდა საფრანგეთში,
მათ ყველაფერი ქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ გაჭირვებებით ძალიან ბევრი გამოიარეს, მაგრამ ვერანაირად ვერ შეუგუენ ფრანგულ ყოფაცხოვრებას და მოსტიროდნენ საქართველოს. და აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო ის დიდი განძი ექვთიმე თაყაიშვილის მიერ შემონახული შიმშილით კვდებოდა ადამიანი, ესეთი პატიოსნება იყო ქართლში, ასეთი წესიერება იყო და ესეთი ზნეობა იყო და ესეთი დიდი სიყვარული იყო ქვეყნის მიმართ. რომ ექვთიმე თაყაიშვილმა ესე იგი ერთი ექსპონატი არ გაყიდა იმისთვის, რომ თავი გადაერჩინა და უკლებლივ ყველა ჩამოიტანა საქართველოში. მართალია, მაშინ დიდი პოლიტიკა გათამაშდა ჩვენი ცნობილი თანამემამულე სტალინი დეგოლთან იყო კომუნიკაციაში ამასთან, მაგრამ ეს განძი რო არსებობდა ზოგადად და შენახული იყო. რა თქმა უნდა, შენახული იყო. ვერანაირი დიდი პოლიტიკოსები ამ კაცს ვერ დაგვიბრუნდებიან თუ გაბნეული იქნებოდა, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე, მათი ღვაწლი არის წარმოუდგენლად დიდი და სწორედ ქართულმა ეკლესიამ დააფასა ეს და ის წმინდანად არის დღეს შერაცხული, ხო? ექვთიმე თაყაიშვილი. და ქართული ეკლესია ჩვენ კი არ უნდა ვებრძოლოთ, კიდე მინდა ერთი-ორი სიტყვა ამ საკითხზე. თქვა, რომ ქართული ეკლესიაში თუ არის რაღაც პრობლემები, ეს პრობლემები უნდა გადაიჭრეს. 1103 წელს, როდესაც დავით აღმაშენებელმა რუის უბნისის კრება მოიწვია, სწორედ ეს იყო მისი მიზანი ჭყონდერთან ერთად, რომ გელათის ირგვლივ გაერთიანებულიყო საქართველო და გალობანის სინანულისანი, რომელიც ჩვენმა დიდმა მეფემ დაწერა, ეს არის ნიშანსვეტი და სიმბოლო საქართველოს ერთიანობისა და სულისკვეთებისა. სწორედ. და რომ არა უბნისის კრება და რომ არა ქართული ეკლესიის ესეთი მძლავრად წარმოდგენა ქართველი ერის წინაშე და ქართული ერის წიაღში. ესეთი ნიკოპსიდან დარუბანდამდე ეს ქვეყანა არ იქნებოდა, რომ იმიტომ რომ წმენის გარეშე გაერთიანება ვერ ხდება. გასაკვირველია. და ამას მიხვდა აწხსენებული იოსებ ბესარიონოვიჩი სტალინი და დევნილი ეკლესია, რომელიც ასობით ადამიანი, ასობით მღვდელი თავის მიერ ვედები. რა თქმა უნდა, ასობით მღვდელი, რომელიც ამორჩეულია აზრები დანგრეული, მანვე მისი ძალიან უშუალო ხელშეწყობით აღდგა საქართველოს ავტოკეფალური ეკლესია. და რაღაცნაირად დააბრუნა ეკლესია თავის ისეულ ადგილზე, რომელიც მას ჰქონდა. ამიტომ ჩვენ ისტორიის ცოდნა უნდა ამის მნიშვნელობა უნდა გავიგოთ და ვიცოდეთ ყოველთვის. უნდა შევიხსენოთ და გავიხსენოთ ყოველთვის, საიდან მოვდივართ, რა წინააღმდეგობიდან მოვდივართ და ეს წინააღმდეგობები როგორ გადალახა ჩვენმა დიდმა წინაპრებმა. ვერ არკვევენ ისტორიკოსები, მეგობრები, ვერ არკვევენ რამდენი 1000 წლის სახელმწიფოებრიობის ისტორია აქვს საქართველოს. 3000, 3500 თუ 4500. შეჯერება ამაზე ვერ ხდება უბრალოდ შეუძლებელია. სულ ახალი და ახალი ფაქტები იმატება, როგორიც სიძველის არის ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ქვეყანა. და დღეს ესეთი მარადიული ქვეყანა პრაქტიკულად, მარადიული, როგორც ღმერთს არ აქვს დასაწყისი, ისე თითქოს საქართველოსაც არ არის დასაწყისი. ეს მარადილობის ქვეყანა ცოდო არ არის, რომ დღეს ესეთ დაპირისპირების ასპარეზად იქცა? თუნდაც საგარეო თვალსაზრისით, თუნდაც შიდა პოლიტიკის თვალსაზრისით. როცა საერთოდ დაკარგული არის ზრდილობა, მორალი, თავშეკავება, ქალი, კაცი, აღარ არის. ყველაფერი ერთ პლანზე გადმოვიდა და ყველაფერს აზრი დაეკარგა თითქოს. მაგრამ ისევ დაუბრუნდებით ჩვენთან თავარ თემას. შესვენება. მეცნიერთა კონგრესი, გაიკეთე ყოველს. მეცნიერთა კონგრესი სწორედ არის გამოსავალი ამ შემთხვევაში, რომ ყველა ის საზოგადოებრივი წევრები, ეს ძვირფასი წარმომადგენლები ჩვენი საზოგადოებისა ჩაერთვან ამ პოლიტიკურ პროცესში და
ეს მოჯადებული წრე რამენერად გაიღვეს და დაიღვეს. ასე რომ მე კიდევ მინდა გავაკეთო აქცენტი იმ მნიშვნელოვან თემებზე, რასაც ქვია ქართული სათვისტომოები უცხოეთში. აი უბრალოდ მინდა აი ამ თემაზე ცოტა ვცლად ვისაუბრო. სათვისტომოები დღეს მრავალ ქვეყანაში არის ისეთ ღირსეულად წარმოდგენილი, რომ ორგანიზაცია თუ იქნება ჩვენს მხრიდან, თუ იქნება რაღაცა ნიადაგი მომზადებული, დამეწმუნდეთ ჩემ მეგობრებო, რომ ისინი დაბრუნდებიან საქართველოში. და ჩვენი ქვეყანა შესაძლებელია სულ რამდენიმე წელში იქცეს ეკონომიკურად ძლიერ, პოლიტიკურად აბსოლუტურად კონსენსუსზე დაყრდნობით და კონსენსუსის ქვეყანად, არათუ დაპირისპირების, არამედ შეთანხმების ქვეყანად იქცეს ეს პოლიტიკური ასპარეზი. დიდი პოლიტიკა სწორედ არის კომპრომისების ხელოვნება. ეს არის ხო აკადემიურ თქვათ პოლიტიკაში ჯერ კიდევ პლატონიდან მოყოლებული, რომ პოლიტიკა არის გამოსავლის ძიება და შესაძლებლობის ხელოვნება და არა დაპირისპირების და ერთმანეთის ლანძღვის ასპარეზი. არ არის ეს, არა. ამიტომ ამ ცნებებს თითქოს ყავლი გაუვიდა და თითქოს რაღაცნაირად დამახინჯება ხდება, რომ რა არის დიპლომატია, რა არის პოლიტიკა და რა არის ეროვნული მოღვაწეობა და სახელმწიფო მოღვაწეობა. დღეს სახელმწიფო მოღვაწეობა თითქოს რაღაცა ჭრილშია და საერთოდ არც გამიგია ამ ბოლო პერიოდში, რომ რაღაც სახელმწიფო მოღვაწეებზე ქონოდა რაიმე ინფორმაცია და ან რაღაცა მნიშვნელოვან პროექტებზე მათი მხრიდან. ვინც იქნებოდა ეს ვინც იბრალებს თუ თვითონ სახელმწიფო მოღვაწეა. ძალიან ურთულესი სიტუაციიდან ჩვენ გამოვედით სამშვიდობოს. ესაც აღსანიშნავია. ჩვენ დავინახეთ, რომ რა დიდი თამაშის მსხვერპლი ხდება და გახდა დაშლილია უკრაინის სახელმწიფო. მე რომ ამ თემას არ შევეხო, არ შეიძლება. ტრამპის მოსვლა ამერიკის პრეზიდენტად დაგვანახა, რომ თუმე ესეთი ომები არის რაღაც პოლიტიკური ვაჭრობის თემა და 100,000-ობით ადამიანია უკვე მოკლული ამ და მილიონს გადაცდა მგონი. და დარჩა ქალაქები განადგურდა და მაშინ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, როცა ეს ომი, ეს ავადსახსენებელი დაპირისპირება დაიწყო რუსეთსა და უკრაინას შორის, ხელისუფლებამ ასე თუ ისე გამოიჩინა გონიერება და არაყვა გარკვეულ ხმებს და ქვეყანა არ ჩართო ამ მართლაც გამღუპველ ომში. და ამის საფრთხეები აშკარად იყო. ეს პირდაპირ უნდა ვთქვათ და სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ. მაგრამ ამის იქით ვეღარ მიდის ქვეყანა. ამ წრეში დარჩა. მაინც დღეს არის დრო, როდესაც სხვა ადამიანები უნდა მოვიდნენ, სხვა ხალხი უნდა მოვიდეს პოლიტიკაში, ის ხალხი, რომელსაც თავიანთი ცხოვრების წესით, თავიანთი ღვაწლით, თავიანთი ისტორიით დაამტკიცეს, რომ არიან მართლაც ქვეყნის ღირსეული შვილები. მე მინდა ვთქვა, რომ მეორე ნაწილში გადაცემის იქნება სიების წარდგენა მეცნიერთა კონგრესის. მე წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც არიან უკვე გაერთიანებული აი ამ მნიშვნელოვან ორგანიზაციაში და შემდეგ გავაგრძელებთ გადაცემას.
ნახე აბა მოისმინე.